პირველი ეს არის ფართობი, რომელსაც საზღვრავთ ჩვენ მთელი სხეული, მთელი კანი არის 100%, დაახლოებით მოზრდილი მამაკაცის ერთი ხელის გული არის 1%, ზემოკიდური არის 9%, ქვემოკიდური არის 18% და დაახლოებით ესეთი ფორმულით ითვლება. ბუნებრივია ზუსტად ესე თარგზე არ არის ხოლმე გამოჭრილი, მაგრამ და შედარებით ადვილი დასათვლელია აი ეს ხელის გულის ეს არის ფართობი. ესე იგი ფართობს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ არა მთლიანად გადამწყვეტი. მეორე არის სიღრმე. ანუ რა სიღრმეზე არის დაზიანება? არის სულ 4 ხარისხი, პირველი ხარისხი ეს არის უბრალოდ ჰიპერემია და კანის უდნავი გაწითლება, ეს არის ყველაზე ზედაპირული დაზიანება. მეორე ხარისხი არის ესეთი წვრილი ზომის ბუშტულაკები, თხელკედლიანი, სეროზული სითხით სავსე. პირველი და მეორე ხარისხი წარმოადგენენ ზედაპირულ დაზიანებას. შემდეგ მოდის მესამე ხარისხი. მესამე ხარისხი იყოფა 2 ხარისხად, მესამე A ხარისხი და მესამე B ხარისხი. მესამე A ხარისხი ეს არის ღრმა დაზიანება, მაგრამ კანი თავისით ხორცდება. მას ახასიათებს გიგანტური ზომის ბუშტულაკები, რომელიც უფრო სქელია, სქელკედლიანია, შიგნით სეროზული სითხე თხელი არის, ჟელესავით არის, დიდი ზომის არის. მესამე B ხარისხის ხდება უკვე ღრმა დაზიანება, მაგრამ ისეთ დონეზე, რომელსაც სჭირდება კანის გადანერგვა. და შემდეგ უკვე მოდის კანის მთელი შრის დაზიანება, თავის კანქვეშა ქსოვილებით, ცხიმოვანი კუნთებით, ცვლებით, ეს არის მეოთხე ხარისხი. ბუნებრივად მნიშვნელოვანია ფართობის და სიღრმის ერთად შეჯერება დიაგნოზის დასასმელად. თუმცა არც ორი ფაქტორი არ არის გადამწყვეტი. მესამე არის კიდევ თქვათ ლოკალიზაცია. შეიძლება ფართობი მცირე იყოს, ღრმა დაზიანება იყოს, მაგრამ ლოკალიზაცია იყოს ძალიან სახიფათო. მაგალითად, ის იყოს კისრის წინაზედაპირი, სახისარე, ტენვანი ფუნქციური ადგილები, აი ამასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ამით არ ვთავდება დიაგნოზის დასმა, კიდე მნიშვნელოვანი ასაკი. იმიტომ რომ თქვათ პატარა ბავშვებში მოხუცებში სულ სხვანაირად მიმდინარეობს ესა თუ ის დაზიანება და ახალგაზრდა ასაკში სულ სხვანაირად მიმდინარეობს. აი ამ 4 ფაქტორის გათვალისწინება ხდება დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.